მაშასი ხისელი მოვიდა. მოვიდა უკვე? მოვიდა რა, რაღაც დარჩა რა დავთვალოთ. რა, ჯერ კიდევ ცხენის წელია მოიცა. არა, იცი რა შეა საქმე? მაგრამ ბეკეკო. ყოველ წელს მე ხო ვცდილობდი ხოლმე რომ მომეყვანა ახალწესი, რისი წელიც იყო. ხო და ეს რომელი წელი იყო? წინა იმის წინა იყო დრაკონის. არ ვერ მოვიყვანა რატო ეხა ზოოპარკში ნახე დრაკონი. პატარა დრაკონია დეკორატიული. ჩვენ ზოოპარკში ყვითელი, ოღონდ ისეთია. ხო რა ვთხოვე რომ მეთქი ხარ წავიყვანო თქო. ესო იქმინებაო 30000 ღირს. იჩხლიტებაო, შხამიანია, თუ გინდა წაიყვანე. ხატში იყვანე წელს. ხას მოვიყვანე. თხების მეტი რა არის კაცო. ოღონ ერთი ვერ გავიგე. სიკა. რა ფერი კაბა უნდა მეცოს ახალწელს? გაიგე თქვენ იცით ამზადებთ რამე? აი დღეს მაგალითად ხარიო ცისფერი თუ არა მე ვერ გავიგე ხო რაღაცა წვანეთხა და ლურჯი ცხარი თუ რაღაცა ამზაგვარია რა. მე ვიცი ეს ამბავი ვის ეცოდინება. არარეალური ფერები რატო ახლა? იცი ყველაფერი იცი. ყველაფერი. არარეალური ფერები, იმიტომ რომ სასამყაროდან მოდის ხთები შენ. არა ამ ქვეყნიურ, არა მოგვიტანს. წვანეთხა იასამნის ფერის ხა, შავი ზოლებით. ხა იყოს ზებრაზე აწახვიდე. მოდით რო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ყველას ძალიან აინტერესებს როგორ უნდა შეხვდეთ ახალწელს, რა გვეცვას, როგორი მაგიდით, როგორი გადაფარებული სუფრით, როგორი ნაძვისხით, რა ფერებში მოვხდათ. ბატონი მიხეილ ცაგარელი ასტროლოგია ჩვენთან სტუმრად და ჩვენი საყვარელი სტუმარი. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ. მე მიხარია რომ მოაწყარეთ. ასტრონავტი, ასტრონავტი. შემოგვიერთდა ასტრონავტი მიხეილ ცაგარელი, რამდენი წლის წინანდელი ხუმრობა. გახსოვს, მაგრამ აქტუალურია დღემდე. წინა საახალწლოდ რო არ მოგვეწვიეთ, ხო წარმოუდგენელია, იმიტომ რომ უკვე ყველა ნელ-ნელა საყიდლებზეა წასული, იმიტომ რომ მაღაზიები აივსო. არა, პირველი კითხვა მაინც მინდა შვიდად ვიქნებით თუ როგორ აპორიაგებული. კი, უფრო მშვიდად, იმიტომ რომ ეხლა ცხენია და ცხენი ჯვრითობს და ყველა დავიღალეთ, მოგეხსენება და. ნალები უკვე თუ ჯერ არა? ჯერ არა. 19 თებერვლამდე გრძელდება ცხენი, ამიტომ ჯერ ვიჯრითებთ. 19 თებერვლის შემდგომ თხა უფრო მშვიდია თავისი სტრუქტურით, ფსიქოტიპით, ხასიათით. ახ მე თხარ ასწავლებს ისიც ხა თუ გააბრაზებთ შეუძლია გირქინოს კი თხამ როგორ არა გამიზიანება იცის მაგრამ სინამდვილეს პრინციპში თავისთვის არის ჭამს იმ რაღაცებს არავის არ უშლის არავის არ ეკრება და რაც თავარი არ არის სისხლის მსმელი ხო ესე იგი შედარებით დაწყნარდება ყველა სახის კატასტროფები ეკოლოგიური პრობლემები ტერორისტული აქტები და ასე შემდგომ ხალხი ცოტა კეთილი ხალხის გადავა უფრო მშვიდ ცხოვრების რიტმზე რაც უფრო მთავარია მშვიდ რიტმზე და მინდა გითხრათ რომ კულტურული საკითხები წამოიწევს წინა პლანზე კი წამოიწევს წინა პლანზე ეს არის პერიოდი სასიყვარულო კარგი ურთიერთობებისა ოჯახური სტაბილურობისა სხვა შორის ბავშვებთან ურთიერთგაგება მოიმატებს მინდა გითხრათ ამ პერიოდში ბავშვებთან ურთიერთგაგება მშობლებისა შვილებთან ხო ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია რაღაც თქვა იოანეს მინდა მიულოცოთ დაბადების დღე თიკას იოანეს ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერი სასახელო ბიჭი იყოს და წარმატებული იმოცამდე ჩემო საყვარელი მარი შენგელიასაც მიულოცოთ პარემ ჩვენ ჟურნალისტს და მაია მასურაძესაც მიულოცოთ ჩვენს მარი შენგელიას ულოცავთ ჩვენს ჟურნალისტს რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ სიუჟეტებს გვიმზადებს და მე და მარინა მაიას ულოცავთ სვათაშორის საქველმოქმედო საქმიანობა იქნება განსაკუთრებულ პატივში და მორალურ ზნეობრივი პრინციპები წამოიწევს წინა პლანზე, რაც ასე გვაკლია. წელში ვართ გამართული გოგოები. ხაშვება უკვე. ბატონო მიხეილ, ეგოიზმი ხო არ იმატებს? თხა მემეს რო ვიძახის, არა? არა, მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ერთი რამ იქნება, ახლა კიდე მნიშვნელოვანი რომ თხა პრინციპში რადგან მშვიდობიანია ყველა საკითხი მოგვარდება უფრო მეტად კომპრომისების და დიპლომატიის გზით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თხა ითვლება 12 ზოდიაკოში აღმოსავლური ტრადიციით ყველაზე იღბლიანი ნიშანია. ამიტომ იღბალი მატულობს და ამიტომ მოგებები ყველას თხოვ ლატარები, მოგებები, თამაშები ძალიან მაღალია. ჩვენ რო ვიძახიან ჩვენ ბეგოსო თხებივი დარბიანო ეგ რას. ეგეც კარგი. ეს ახლა თხა შეურაცხყოფა შველებოდა. სპორტში რა გეშველება? სპორტში იქნება დიმა მოემზადეთ შემოკარგო დიდი ცვლილებები, იმიტომ რომ სატურნის პლანეტა თავარი დამჟელი შედის სპორტის ზონაში, ამიტომ იქნება რადიკალური ცვლილებები.
დიდი სხვა შორის ძალიან კარგია ეს დასჯა, იმიტომ რომ შეიცვლებიან ხელმძღვანელი პირები, მოვლენ ახალი კადრები, მათ შორის საფეხბურთო სფეროში. ეგისედაც ეგრე არჩევნებია. კი, მაგრამ იქნება სერიოზული ცვლილებები ყველა დონეზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელების კუთხით და რეგიონალური ხელმძღვანელების კუთხით. კალათბურთოში სერიოზული ისა გვაქვს ხო? ყველა სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები, რაც საერთო ჯამში წაადგება ჩვენ სპორტს. ამიტომ 2015 შენ განსაზღვრე, აი ეს ნულოვანი წერტილი, საიდანაც იწყება აღმავლობა ჩვენი სპორტის. ანუ დავიწყო მეც ესე იგი. აუცილებლად ახალი ენერგიით შევუდგე. აუცილებლად, უბრალოდ ცვლილებები ექნება სერიოზული ისევ დოლართან მიმართებაში, ეს აქტუალურია. ნუ უპუეთესი, მაგრამ მაინც წლის პირველი ნახევარი არასტაბილურია, მინდა გითხრათ სავალუტო თვალსაზრისით შეიძლება კიდე იყოს მცირეოდენი პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება ქალწულებს, მე მგონი აქ წარმოადგენელი აგერ ყავს. ეხლა მაინდა-მაინც მე მინდა რა იცი პრინციპით ვისარგებლო, ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია. მაინდა-მაინც არ მინდა ძალიან კარგი გითხრა, იმიტომ რომ უნდა შეიარაღდერით. შავი მთვარე გადმოსულია შენ ზოდიაქოში. ეს არის მასწავლებელი ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუფრთხილდი 11 აგვისტომდე გაუფრთხილდი ჯანმრთელობას ყველა ქალწულს ეხება. და ყურადღება ყველას მინდა ვთხოვო სამედიცინო შეცდომების ალბათობა მაღალია ექიმების მხრიდან არასწორი დიაგნოზის დასმა, ამიტომ საკადრო იქნება აუცილებლად ცვლილებები სამედიცინო სფეროში. ეს ქალწულებთან ქალწულებში 11-მდე რაც შეეხება შენ ჩემო კარგო შენ სასწორი ხარ. სასწორებს ძალიან კარგი აქვს წლის პირველი ნახევარი 11-20 აგვისტომდე. შემდგომ შამთვარე გადმოვა სასწორი ზოდიაქოში წლის მეორე ნახევარში უნდა იყო ყურადღებით უფრო შენ. და წლის მეორე ნახევარში აგვისტოს მეორე ნახევრიდან უკვე სერიოზული პრობლემები შეექმნება იურისპრუდენციას, აქ იქნება სერიოზული საკადრო ცვლილებები და სამართლიანობა ნელ-ნელა უკვე წამოიწევს წინა პლანზე. თუმცა ადამიანთა ერთ-ერთი მთავარი მისია მომავალ წელს არის რა? გაარჩიონ ბოროტი კეთილისგან. ეს იქნება ზოგიერთისთვის პრობლემა. და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მომავალი წლისა. როგორ არის საქმე ჩქარა მითხარ? ტყუპები, ჩემო კარგო, ერთ-ერთი საუკეთესო ნიშანია წელს, მაგრამ წელი მინდა თქვენი წლით რა ხართ? ვირთხა, ნუ ისე კარგია, ხუთქოლიანი. როგორ თქვა? როგორ თქვა, გაიგონება თუ? ვირთხა ძალიან დასაფასებელია, იმიტომ ინტუიციური ნიშანი აქვს, ძალიან კარგი ესეთი ინტუიციის ელემენტი აქვს, შეიძლება როცა გემი იძირება, პირველი ვირთხა გარბის, რატო გრძნობს? კი არის წვიანია და იმიტომ ეს თაგვი არ არის. ეს ვირთხა. ხო, ამიტომ ხუთქოლიანი სისტემით 4-იანზე ჩემო კარგო. იგი გემის კაპიტანი ვირთხა ძალიან ცუდი მდგომარეობაა საკალის. ეს შეიძლება ის იყო იტალიის პარომი რო დაიღუპა, ეხლა ხანდა პირველი გამოიქცა. შეიძლება ის ეხლა იხავით ჩუმად. ბაბა მერწყული ბატონო. აჰა, მერწყული. ერთ-ერთი ფავორიტი მომავალი წლისა, ფარველი ანგელოზი, თებერვლიდან გადმოდის შენ ზოდიაქოში დიმა. ნოემბრამდე გაკ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ანუ ფარველი ანგელოზი, ფარველო შემოკარგო. იაქტიურე რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტები, ოღონდ ეცადე ორიგინალური შეროიცი ისეთი, ხო? გაიგეთ მათსებულო. ასტრონავტის ვარიანტში რაღაცა ესეთი, რაც მეც ესეც სიტყვი მით უფრო პოპულარული იქნებოდა. ახალი პროექტებიო. სიახლეები თებერვლიდან შემოკარგო და წარმატება არ გაუშვა ეს მომენტი. ფარველი ანგელოზი ხშირად არ არის ზოდიაქოს ამათვე ნიშანში. არა, ესენი იციან, მაგრამ მე რაღაცები შემდეგჯერ ფარველი ანგელოზი შენს ნიშანში შემოვა 7 წლის მერე. ამიტომ ეხლა იაქტიურე თელი ყველაფერი წინა. ეხლა შემოდის და მე კიდე 7 წლის მერე და შენ 12 აგვისტომდე მე გიფარველი, გონს, უგეშინი, ჩვენ ვეყოფი მაგას. სხვა ჩვენი მაყურებლებით გვიყურებენ და სხვა ზოდიაქოს ნიშნები. სხვა ყველაზე დიდი ფავორიტი ლომია, რომ ეს დღეს არ აკყავ თქვენ რატომაც აქ ერთ-ერთი ქალბატონი გალიაში. ძალიან წარმატებული პერიოდია აგვისტოს ბოლომდე. ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ვერძი, ასევე წარმატებულია მათთვის. მშვილდოსთან წლის პირველ ნახევარში არ აუშვას, მაგრამ მეორე ნახევარში გაუჭირდება და ფაული მტრების და მოშორნების ზეგავლენა იქნება ძალიან დიდი. და ნუ სხვა დარჩენ, ახლა მეკითხეთ, ქალწულია პრობლემური პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში სასწორი, ხო? მაგრამ შამაგეროდ მეორე ნახევარი ქალწულებს გეკნებათ ფანტასტიკური გამარჯვების პლანეტა გამოდის შენ თქვენს ნიშანში გადმოდის. ამიტომ წარმატების შანსი გიქნება ძალიან დიდი. კომპენსირება მოხდება რა. კანონზომიერი ყველაფერი. კი, რასაკვირველია, ხა დაარჩენ ნიშნები. თუ ესე დიაგნოზი არ რა ჩავიხუროთ, რა დავიხუროთ? არა, იცი რა, პრინციპით გვინს გაფრთხილებულია შეერაღება. იმიტომ შენ როცა შენ წინ და წინ იცი, ნაკლებ შეცდომას დაუშვა, უფრო ფრთხილი ხარ, მე ხვდი? ამას და არა იმით, რომ დაუშვათ ჩვენ გაშინებთ.
შეშენების პრინციპი აქ არა. ამას არის დაინტერესებული მისი 2015 ხო, კურო ახლა მეც ვარ, ამიტომ მეც დაინტერესებული ვარ. მე დაგითხრათ 5 ქულიანი სისტემით 4-იანზე კუროსთვის. გადასარევი არ არის, მაგრამ ცუდი არ არის. დარჩენ ნიშნებისთვის საშუალო წელიწადია, მოდი ასე ვთქვა. კარგი, ფერებზეც ვისაუბროთ, ხო? ფერები ასე მიდოთქვა რა. კი. აი ვინც არის ხო ცოტა პესიმისტურად განწყობილი ხო რო არ ჯერა თქვა ესეთ საუბრს. გურში რა ხდება იცი? ყველა მაინც კითხულობს თავისას ყველაფერს. კი, ფსიქოლოგიური მომენტია. დიახ. სხვაჩვენს მე ნობის მოყარეობა. არაერთხელ მოვესწარი მომენტს, როდესაც დაუშვათ დაიწყო ეს გადაცემა, აი რამდენიმე ადამიანი ხო? და მეუბნები ახლა გადავრთოთ კაცო რა გვინდა ეს და როცა მივედი რომ აი პულტი რომ და გადავრთო მოიცა ჩემი მოვისმინო მე სობის მოყარეობა არის საოცარი რამე კი წვანეთ ხარსებობს წვანეთ ხა ამ შემთხვევაში დიმა როგორც ესეთი ბუნებაში არ არსებობს არც არნაირი სხვა ფერები რაც ჩვენ არ ვიცით ხო არსებობს უბრალოდ რა არის სტიქია, 5 სტიქია აღმოსავლეთში, სტიქია გვაძლევს იმ წლის ფერს, ძირითადს და პრევალირებულს. ამ შემთხვევაში, რადგან სტიქი არის ხის სტიქია, ხე გვაძლევს ძირითად ფერს მწვანეს. შემდგომ მოდის ბეჟი, კრემისფერი, ყავისფერი, ანუ ხის ტონები, ოქროსფერი, ყვითელი, ძირითადი ფერები. შემდგომ მოდის ლურჯი, რომლითაც გატენილია ინტერნეტი და ამას ასტროლოგები არ წერენ, ამას წერენ ნუმეროლოგები, რომელიც თავს ასახებენ როგორც ასტროლოგებად. რატომღაც? არავით არის ლურჯი არის ერთ-ერთი ფერი და არა ძირითადი. და რატო ერთ-ერთი ფერი? იმიტომ რომ აქაც კანონზომიერებაა, თქვენ ხედავთ, წყალში გაქვთ მცენარე. რატო? წყალი ასაზრდოებს სწორედ ხეს. და ამიტომ ითვლება რომ წყლის ფერი არის ლურჯი, ცისფერ ლურჯი ტონალობა, ფირუზის ფერი, ეს არის, ამიტომ ერთ-ერთი ფერი არის ლურჯი. და აქსესუარებში, ძირითადი მწვანე. და აქსესუარებში შიგა და შიგ, იმიტომ რომ ელემენტი დაცვისა არის ცეცხლი, თხის სტიქისა, ამიტომ ელემენტი ერთ-ერთი აქსესუარებში შეიძლება იყოს წითელი. ცირეოდენი ხო. რაც შეიძლება ქვას თუ რაღაცა აქსესუარები რო თქვით. საუკეთესო დღეს, საოცარი ქვები გვაქვს წელს. ბრილიანტი, თესბროლი, ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, პირველ რიგში ესები. შემდგომ თებერვლიდან ემატება აკვამარინი, ემატება საფირონი, ამ ქვებს ემატება ცირკონი და ძოცი. აი ეს საუკეთესო ქვებია შემდეგი წლის. ასე რომ დაიქვებიან, ხო? ეხლა კიდევ რაც შეეხება რიტუალს, სამი სანთელი ახალწლის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე ინთება და თქვენ მადლობას ვეუბნებით წინა წელს და გააყოლეთ ყველა დარდი პრობლემა თუ რაიმე დაგროვდა წინასწარ. თუ რაიმე გაქვთ საგანი, რომელიც სარქსიამოვნებთ ან რაღაცა ცუდი ასოციაციებია, ყველაფერი მოაშორეთ სახლიდან 31-ში და 5 წუთით ადრე იგივე სანთელს დანთებულს შეუთქვით რა გინდათ რომ მოხდეს მომავალ წელს და აი ესე შევხვდით ახალ წელს. აუცილებლად სიმბოლიკა ორი გვაქვს, რადგან ჯერ გრძელდება ცხენის წელიწადი, აუცილებლად ცხენის სიმბოლიკასთან ერთად მაგიდაზე გვიდევს თხა და 19 თებერვალს მოვაშორებთ ცხენს და დარჩება მარტო თხა. ორივესთან ერთად, რადგან ხის სტიხის წელიწადია, რაც შეიძლება მეტი ხის ნაკეთობები, შეიძლება იყოს კოვზები, შეიძლება იყოს ჯამი, რაც შეიძლება ის უნდა იყოს მაგიდა აუცილებლად ხის, რაც მეტი გაქვთ კიდე ქალებს აქსესუარები ხისგან, მით უკეთესი. აი ბარაშკა თმა მოიხსენება დახვეული ქალებისთვის ძალიან მოდაში იქნებოდა. პოპულარული ხო? დაითვალისწინეთ. ხო, ეხლა საკვებიდან ნებისმიერი ოღონდ ცხრის ხორცის გარდა. ცხრის ხორცი იგზალება. თუ ჩვენ გვაქვს შვრია, თუ ჩვენ გვაქვს დაუშვათ პატარა ნატეხები შაქრის, ძალიან კარგია სიმბოლურად, იმიტომ რომ ცხენია და ცხელს უყვარს. ჯერ კიდევ ცხენი გრძელდება და ჩვენ წინ და წინ ვიბევებთ ხის პატივისცემას და ამიტომ ორივე რიტუალს ვასრულებთ. ეხლა ესე იგი წვანი ნაძვისხერი გამოწერილი. ეხლა ნაძვისხეზეც ის ფერები ძირითადად და ნაძვისხესთან ერთად აუცილებლად კარგი იქნება თუ ნაძვისხე ნატურალური ამიტომ ხის წელიწადია. თუ არა გვაქვს ამის საშუალება აუცილებლად ჩიჩილაკი დაუდოთ გვერდით, იმიტომ რომ ხე არის ნატურალური ჩიჩილაკი. კარგი იქნება თუ გვაქვს საშუალება რომ კონდეს თუნდაც ტოტი მანდარინის, იმიტომ რომ მანდარინი არის გამრავლების განვითარების წინსვლის სიმბოლო აღმოსავლეთში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ხის ატრიბუტები ხო, მაგრამ ხელოვნური ნაძვისხე მაინც საუკეთესო გამოსავალია, ნუ წავახალისებთ ხის სტრას. არა, ნუ ოფიციალურად არის, მე მგონი ხე ოფიციალურად რაღაც რაოდენობა არის, კი, არის რაოდენობა, თუ შეიძლება ელემენტარულად იყოს ტოტი, თუნდაც ხო, პატარა ტოტი და საკმარისია უკვე, ხო? ეგრეთ ჩიჩილაკის მოჭრილი ხე არის, გვანცა ესე რომ გავყვები და ვინერვიულებს. ხო, ხდებით რაც შეიძლება ხეარულ ვითარებაში
და ბავშვებთან თუ გაქვთ საშუალება რომ არ დააძინოთ, იმიტომ რომ ცხენს ძალიან უყვარს ბავშვები, მფარველი ესე ითვლება ბავშვების და ამიტომ ბავშვებთან ერთად აი ჟივილხევილი და მხიარულება იქნება საუკეთესო მომავალი წესი. აძინე მოკლედ 4 დღეს სადღაც შუადღეს და 11-12 ხო, სად შეხვდებით მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ სახლში, იმიტომ პრინციპში თხაც და ცხენის ტრადიციონალისტებია და უყვართ სახლი. და ქუჩაში მიკროფონი გაიგია ბატონო. საერთოდ მე არ მეყვარს ქუჩაში შეხვედრა როგორც არის ამ ბოლო ხანს მოდაში, მაგრამ აქ არ არის არავითარი უკუჩვენება ამ თვალსაზრისითაც. მარტო კასახში და მე გავიქეცი. კი ბატონო, შეგიძლიათ მეგობრებთან რესტორანში, ნათესავებთან. კი ბატონო, პრობლემა არ არის და საკვებიც რაც გნებავთ, мама პაპურიდან დაწყებული ეგზოტიკური ანანასი თუ გნებავთ, დამთავრებ ერთ-ერთი ნუ იქნება ცხრის ხორცი, როგორც აღნიშნეთ, ხო? აი ეს არ იყოს და ცხრის ქურქისგან შეკერილი რაღაც ტანსაცმელი ნუ იქნება კიდე. ეს შემთხვევაა, რომ არ ვაწყენინოთ მასპინძელს მომავალი. ფაქტობრივად ერთი და იგივეა, ჩინეთში უფრო მეტ პატივს სცემენ ცხარს, იაპონიაში მეტად თხას და ამიტომ ნუ პრინციპში ერთი და იგივე ამ შემთხვევაში ნუ გავშვით ასე. ხო, აი ეს ტენდენციები კონდეს წინა პლანზე წამოწეული და მნიშვნელოვანია კიდევ რა, რომ კარგი იქნება თუ ჩვენ ესე იგი გარკვეულწილად ახალი წლის ღამეს ვახსენებთ აუცილებლად წასულ ჩვენს თქვა წინაპრებს. იმიტომ რომ ცხაც და ცხენიც ძალიან ტრადიციონალისტები არიან და ძალიან კარგი იქნება რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამითაც პატივი მივაგოთ მათ და შემდგომ საგვარეულო თქვენ იცით ხაზი როგორი მნიშვნელოვანია და საგვარეულო გენეტიკა. აი მათგან მივიღებთ მეტად დახმარებას წლის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ძალიან დაგვაწყდებით. ყოველ შემთხვევაში წელიწადი, მოდით ესე ვთქვათ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზული იდეოლოგიური ცვლილებები იქნება. ვერ ვიტყვი რომ აშკარად წავალთ წინ, არა, მაგრამ ეს არის ის წელიწადი წარმოგიდგენთ, ახლა გავდივართ პერონზე 2020 წლისთვის. მოდის ექსპრესი, რომელიც აგვიყვანს სერიოზული წინსვლისკენ, მაგრამ ბაქონ, მოდის რუსულად. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიაროთ ახლა ეს ბაქანი ისე რომ 2020 წლისთვის მიუსწროთ ამატარებელს. ძალიან მნიშვნელოვანია 2015 წლიდან ჩვენ ვიწყებთ ბაქანზე გამოსვლას. სერიოზული ცვლილებები გვექნება საკადრო კუთხით, მინისტრებით შეიცვლებიან, მინისტრთა კაბინეტი, დეპარტამენტის უფროსი. არა, 2015-ში მოხდება ეს ყველაფერი. აიწყო უკვე ბატონო ცვლილებები მათ შორის ტურიზმის სფეროში, რა სფეროშიც გინდათ. ეს არის ეს დაწყეწისია, შენ რასაც ხედავ და დანარჩენი ძირითადად მოხდება 2015-ში, ისე რომ 2015-ის ბოლოს დარჩებიან ზუსტად ის კადრები, მათ შორის შესაძლებელია ძველი კადრების დაბრუნება, პროფესიონალებისა. მაინც არ დავბრუნდები. და საერთო ჯამში ნუ იჩქარებ. ნუ იჩქარებ, შემოკარგებო, იმიტომ ქვეყანას სჭირდება პროფესიონალიზმი. აი ამის დაბრუნების ტენდენცია გვექნება, რაც ამაღლებს საერთო დონეს. იმიტომ რომ განათლების სფეროს ფათაშორის აქ იქნება სერიოზული ცვლილებები, მეთოდოლოგიები შეიცვლება ამ სფეროში და განათლების სისტემაში იქნება ცვლილებები 3 წლის განმავლობაში 2015-16-17 და არა მარტო 2015-ში. და რამე მინისტრი რო გახდეთ არ გინდა? არა. და ასე ყველაფერი დაალაგოთ კარგად და რა. არავითარი სურვილი. შენი ასტრონავტი ურჩიოთ ჩვენ ხალხს დაუშვათ, რა ჯობია გაკეთდეს რომ შეცდომები არ დაუშვათ, ეს არის და ეს ხო? ასტრონავტი თქვი ასტრონავტის გენიალური. მე არ ვფიქრე ხარ თვითონ გენიალური. მე ვიცი რომ შენ ხარ სპონტანური იმპროვიზატორი, მერწყულის ნიშანი. და აქედან გამომდინარე შენ ეს ბუნებრივად გამოგდის და ამაშია მთელი სილამაზე ამას. ესე იგი ბატონო მე შევთქვა რომ თავარი რომ შეცდომები არ დაუშვათ შვიდობიანად აი ერთი თხოვნა მაქვს რა შვიდობიანად გადავწყვიტოთ ყველა საკითხები კომპრომისის უნარი და დიპლომატიის გამოვლენა იმიტომ რომ აგრესია დაждდია მაგალითად მამლის წელიწადში ვინც არის დაბადებული ეს წელიწადი კარგია ოღონდ ერთ შემთხვევაში მამალი არის აგრესორი ხასიათი თუ ის გამოავლენს აგრესიას ისჯება წელს თუ არ გამოავლენს ხუთიანზე იქნება ეს წელიწადი მისთვის და ყველას ეხება ეს აბსოლუტურად ბედნიერ წელიწადს შემოკარგებით საშუალებით შეახსენებთ ამ ყველაფერს რაც ჩვენთან დღეს მოყევით უღმესი მადლობა და კიდევ ერთი ამბავი ჩვენი მაყურებლისთვის პროტესტი ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას სწორედ ამ ჩანაფიქრი დაფუძნა ქართულმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა 2 თვის წინ ახალი საქველმოქმედო ფონდი რომელიც პირველ ღონისძიებას დღეს საღამოს გამართავს და ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეძღვნება ნახოთ ჩვენი სიუჟეტი
ქართველი სოპრანო თამა რივერი 10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე კონცერტს ოჯახური ძალადობის ხორბლი ქალების მხარდასაჭერად გამართავს. ეს პირველი კონცერტია, რომელიც საოპერო მომღერლის საქველმოქმედო ფონდის დაცული საზოგადოების ინიციატივით ტარდება. ორი თვე რაც გავიხსენით ესე ვთქვათ და ეს არის ჩვენი პირველი ესე ვთქვათ წარდგენა ფართო მაყურებლის წინაშე და რა ვიცი ძალიან ბედნიერები ვართ იმიტომ რომ ძალიან მაღალი კალიბრის ხელოვანი ხალხი ყავს მოწვეული საღამო იქნება ესე იგი საქველმოქმედო ყველა ეს მუსიკოსი ადამიანები მეგობრობის დონეზე უსასყიდლოდ მიდგანან გვერდზე თამა რივერთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მსოფლიო სცენის სხვა ვარსკვლავებიც იღებენ სპეციალურად კონცერტისთვის ესტუმრნენ თბილის გერმანელი მევიოლინე სოფია მოზერი და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე. პირველ ცხოვლისა არის უდიდესი პასუხისმგებლობა მიიღო მონაწილეობა ასეთ კონცერტში. ახან მამაკაცი ვარ და რა თქმა უნდა მე ვგუმობ ძალადობას. მე მოუწოდებ ყველას აბსოლუტურად მოვიდნენ და ესწრონ ამ კონცერტს, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითეული ლარი, თითეული ისთან ხარაც შემოსული იქნება, უნდა გადაერიცხოს ქალთა თავშესაფარში. თამა რივერის საქველმოქმედო ფონდი დაცული საზოგადოება 2014 წლის 9 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. ის მიზნად ნებისმიერი ძალადობის ხორბლთა დაცვას ისახავს. პირველი საქველმოქმედო ღონისძიების თემატიკა ქალებზე ოჯახური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკამ განსაზღვრა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ პირველი აი ესეთი გალა კონცერტი მიგვეწყვნათ სწორედ ქალთა ძალადობის თემისთვის. მით უმეტეს საქართველოსთვის ძალიან აქტუალური თემაა და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაში, ასე რომ გელით ამ კონცერტზე. რუსთაველის თეატრის სცენაზე გამართული კონცერტი ოჯახური ძალადობის განდაცვის აუცილებლობას მიეძღვნება. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქალთა თავშესაფარში გადაირიცხება, სადაც ოჯახური ძალადობის ხორბლი ქალები ხშირად მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ.